გამარჯობა დღის მთავარი თემები და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის ისტორია და მასთან დაკავშირებული საფრთხე თანაბრადაა როგორც პროკურატურის, ისე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესწავლის ობიექტი. საგამოძიებო უწყება გამოკითხვებს განაგრძობს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილ პრემიერ გახარიას კი რამდენიმე დღეში მეორედ ელოდებიან საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ხდომაზე ასევე მეორედაა დაბარებული მამუკა ხაზარაძეც, თუმცა ლელოს ლიდერი ამბობს, რომ ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. მას ახლა სხვა გამოწვევა უდგას. მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი პლატფორმის ფორმირების და თბილისის ყველა საპროტესტო ხმის გაერთიანების იდეით გამოდის, რათა 4 ოქტომბრის არჩევნებით დედაქალაქი მოიგონ. პოლიტიკური დღესდღეობის მთავარი განსახილველი თემა ისევ რამდენიმეა: თვითმმართველობის არჩევნები, დიპლომატების აქტიურობა პოლიტიკურ ველზე და დასავლელი პოლიტიკოსების ჩვეული შესწოდება საქართველოში მიმდინარე პროცესით. მსოფლიოში კი მთავარი თემა ახალი ცხელი კერაა ისრაელის და ირანის სამხედრო დაპირისპირება. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღის ქრონიკაში. ჩვენი სტუმრები არიან ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი. თორნიკე ჭეიშვილია ჩვენი პირველი სტუმარი, პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონ თორნიკე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დავიწყოთ ჩორჩანას ეპიზოდზე მსჯელობა, როგორც აღნიშნე გრძელდება საგამოძიებო კომისიაშიც და ასევე პროკურატურაშიც და კომისიაზე, როგორც ვიცით, ისევ არის დაბარებული გიორგი გახარია. სამართლებრივ კითხვებს, რომლებიც ამ თემაზე დაისმის შესაბამისი უწყებებისგან და ხელისუფლებისგან, პოლიტიკური დევნის კვალიფიკაციას აძლევს ოპოზიცია. თქვენი შეფასებით რა დატვირთვა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე მკაფიო პასუხების გაცემას, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თან ეს ყველაფერი ხდება წინა საარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. მოგესალმებით ნათია, მივესალმები ტელემაყურებელს და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. თქვენი ცნებართვით ჩორჩანასთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზს ცოტა შორიდან დავიწყებ. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ესე იგი 2019 წლის აგვისტოში იქ კონკრეტული საგუშაგოს განთავსების გამო სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და გარდა იმისა, რომ სიტუაციის ესკალაცია მოხდა ისე, რომ ჩვენ დამატებით 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დავკარგეთ, რა თქმა უნდა, დროებით გულისხმობ საოკუპაციო ხაზის ასე ვთქვათ, გადაწევას და ეს ყველაფერი უკავშირდება იმ რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ბატონ გახარიას, როდესაც ის გახდათ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და აბსოლუტურად თვითნებურად ყველასაგან დაუკითხავად შეიძლება ითქვას ისე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია ფაქტობრივად მან არ გაითვალისწინა, როგორც იკვეთება, შესაბამისი სხვა სახელმწიფო უწყებების პრემიერ-მინისტრთან არ იყო ეს საკითხი სათანადო დონეზე განხილული. გამოვიდა ისე, რომ მან, ესე იგი, თავად აიღო მთელი ეს ინიციატივა საკუთარ თავზე და შედეგად მივიღეთ ის სამწუხარო რეალობა, რაც მივიღეთ. ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლაც თითოეული გოჯი ჩვენი მიწისა, ჩვენი ტერიტორიისა და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის აი ამ საგუშაგოს განთავსებით შეიქმნა დამატებითი ყოფითი პრობლემები და ისიც აღარ არის უკვე ასე ვთქვათ, დაფარული, რომ ამ საგუშაგოს გახსნას მოჰყვა მეორე მხრიდან, ესე იგი საოკუპაციო ძალების მხრიდან 5 დამატებითი საგუშაგოს განთავსება, რამაც კიდევ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, დაამძიმა იქ ადგილზე სიტუაცია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ნებისმიერი სპეკულაცია და თითქოს და მტკიცება იმისა, რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური სარჩულით მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად არასერიოზული და აბსურდული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომელსაც ჭირდება სათანადო გამოძიება და ზოგადად მისასალმებელია ის, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობის პარალელურად სინქრონში შეიძლება ითქვას საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამის საგამოძიებო ასე ვთქვათ პროცედურები, ეს არის საბოტაჟის ასე ვთქვათ შესაძლებლობა, ასევე უცხო ძალების დახმარება მტრულ საქმიანობაში საქართველოს მისამართით და რა თქმა უნდა ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს თუ რეალურად ვის რა წვლილი მიუძღვის მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდთან მიმართებით და ასევე სხვა კიდევ ფაქტებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში ჩვენს
სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წყობილებას, გარკვეულ საფრთხეს უქადდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც არავითარი სერიოზული არგუმენტი არ შეიძლება გააჩნდეს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ერთიც კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, რომ ნურავის ნუ ექნება იმის წარმოდგენა და ილუზია, რომ ის ერთჩვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ მოირგოს ოპოზიციონერის მანტია და ეს ამპლუა, ეს როლი მისთვის გახდება გარკვეული საფარი იმუნიტეტი თუ ინდულგენცია, რათა გაექცეს შესაბამის პასუხისმგებლობას. ეს რა თქმა უნდა ასე არ და ვერ იქნება, იმიტომ რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართალი აღსრულდეს და სამართლის წინაშე აქ ყველა აბსოლუტურად თანასწორია. ბატონ თორნიკე, კომისიაზე დაბარებულია ხელმეორედ მე ასევე ვახსენებ შესავალში მამუკა ხაზარაძეც. ჩვენ ვნახეთ, ხედავთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი აი ამ კომისიაზე არ გამოცხადების მიზეზით და შემდეგ ირაოს გადაუხდელობის გამო აღმოჩნდა საპატიმროში. ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი ისეთი ბრალდებებისა, რაც ვახსენეთ ჩვენ დასაწყისში, გულისხმობ აი პოლიტიკური დევნის ბრალდებებს. ისევ დაუბრუნდები არჩევნებამდე შექმნილ კონტექსტს. აი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პატიმრობაში მყოფი რამდენიმე ოპონენტი მიუხედავად აი ამ პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლებისა. ეს გამოწვევაა ხელისუფლებისთვის თუ თავად ოპოზიციური პარტიებისთვის? ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ბატონი ხაზარაძისთვის ამ წუთის მდგომარეობით არ არის, როგორც მოგეხსენებათ, შეფარდებული და ვიდრე ის, ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში არ მიიღებს გადაწყვეტილებას დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვერც ვისაუბრებთ რაიმე ფორმით მისთვის წინასწარი პატიმრობის შესაძლო შეფარდების საკითხზე. ეს ერთი, მეორე, როდესაც ლაპარაკია, რომ ხომ არ არის ეს გამოწვევა დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლებისთვის. მოდი ასე ვთქვათ, თავარი იცით რა არის? თავარი არის, რომ გამოწვევა არ შეექმნეს ისევ და ისევ სამართლებრივ სახელმწიფოს და შესაბამისი პრინციპების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი და გამოწვევა არ უნდა იყოს არასდროს ის, რომ პოლიტიკურმა რაღაც დინებებმა გარკვეულად დათრგუნონ სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზაციის საკითხი სახელმწიფოში. ჩვენ პირიქით ვაშენებთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივ სახელმწიფოს ისევ და ისევ სახელმწიფო, სადაც არის სამართლის უზენაესობა და ვერავით არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, манипуляციებით და მცდელობებით, რაც თუნდაც შეიძლება შევნიშნოთ ახლა გნებავთ ბატონი ხაზარაძის განცხადებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას არ უნდა მიეცეს გასაქანი. პოლიტიკურადაც რომ შევაფასოთ მისი ჯერ წინა გადაწყვეტილება, როდესაც ის ერთხელ არ მიბრძანდა დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ახლაც მგონი უკვე გაუკეთებია განცხადება, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, ვნახოთ, საბოლოოდ რა თქმა უნდა დავალოდოთ შესაბამის თარიღს, როდესაც ის დაბარებული გახლავთ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაგრამ რა შეიძლება იყოს თუნდაც პოლიტიკოსისთვის იმაზე უფრო კარგი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, რომ წარმოაჩინოს თავისი სიმართლე, ვიდრე თუნდაც ეს არის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელიც გადაიცემა სიტყვასიტყვით პირდაპირ ეთერში და არავით არის დაუშვათ რაიმე ტიპის მონტაჟი, დაჭრა ეგრეთ წოდებული და ამ შემდეგ კადრებისა იქ არ შეიძლება განხორციელდეს, ყველა ადამიანს პირდაპირ ეთერში თვალს აბსოლუტურად ცოცხალ პროცესს და შესაბამისად თუ რაიმე არგუმენტები არსებობს მათ ხელში, მაშინ ნებაიბოძონ და ეს არგუმენტები წარადგინონ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რასაკვირველია, თუნდაც ეს პრეისტორია, რომელიც ახლა გავიხსენე, რომელიც უკავშირდება ერთხელ უკვე დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, კონკრეტულად მისი მხრიდან გულისხმობ ბატონ ხაზარაძეს, თავისთავად უკვე წარმოაჩენს იმას, რომ სათქმელი აქ არაფერი არ არის, დიახ, მათ ეშინიათ, რომ ჩახედონ თვალებში იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ რეპრესირებულები, დაჩაგრულები, ღირსებააყრილები ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში და ასევე, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, როგორც არიან მაგალითად ბატონი ხაზარაძე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, ასევე ბატონ, ასე ვთქვათ, გახარიაძეც იყო ახლა ლაპარაკი, ნეფსით თუ უნებლიეთ ახდენდნენ ხელშეწყობას შესაბამისი რეჟიმისა და მომდევნო პერიოდშიც, ახლა ეს არ არის მარტო აქ ლაპარაკი ბუნებრივი 2003-2012 წლებზე, მომდევნო პერიოდშიც ხდებოდა და ფიქსირდებოდა იმგვარი საეჭვო ნაბიჯები, ახლა ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც სწორედაც მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს და ის რომ ნაცმოძრაობის რეჟიმი ჩვენი სახელმწიფოსადმი იყო მტრულად განწყობილი, მე მგონი ამასთან მიმართებით საზოგადოებას უკვე კარგახანია კითხვის ნიშნები აღარ გააჩნია. სხვათა შორის, როდესაც
ამ საკითხებზე ოპოზიციონერებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეფასებებს ვახსენებთ. მინდა გითხოთ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც გახდა დღეს პოლიტიკური განცხადებების თემა. ეს არის სენატორ ჯინ შაჰინის გამოხმაურება, სენატორმა, რომელიც არის ცნობილი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მხარდაჭერით, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ფორმა მიიჩნია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის მორიგ მაგალითად. აი თქვენ რითი ახსნით, რომ საქართველოში ნებისმიერი საკითხი გარკვეულწილად დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან, პოლიტიკური დღესასრიგის თავარი თემა ხდება ხოლმე ცალკეული პოლიტიკოსებისთვის ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, როდესაც რეგიონში არანაკლები რთული გამოწვევები დგას. ეს კიდევ ცალკე ალბათ პოლიტიკური ჟანრია, სენატორი შაჰინი, ჰელსინკის კომისია, ყველასთვის კარგად ცნობილი ბჭყალებში ჯო ვილსონი თავისი პოსტებით და ის ხარისხი აბსურდისა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათი პოლიტიკური აბსოლუტური დეკადანსი, რომელსაც საზოგადოება თვალყურს ადევნებს, რაც დაკავშირებული არის საქართველოში მიმდინარე პროცესების მათ მიერ კომენტირებასთან. თუმცა მეორე მხრივ თუ შევხედავთ აქ რა თქმა უნდა ჩვენ საქმე გვაქვს რეალურად ლუსტრაციასთან თუ თვით ლუსტრაციასთან მათივე მხრიდან იმის გათვალისწინებით რომ ძალიან კარგად წარმოჩინდება რეალურად ვინ ვის სამსახურში ბრძანდებოდა ჩვენ როდესაც მათ შორის მსჯავრდებულ ბაჩიაშვილზე რომელიც კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას რომ ახლა უკვე სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე რომელიც ითვალისწინებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მას უკვე დაენიშნა ეს სასჯელი, კერძოდ აქ საქმე ეხება ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას. აი ამ პიროვნებაზე გამოდიან და ამბობენ, რომ მასთან მიმართებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, მართლმსაჯულების აღსრულება ყოფილა თურმე დემოკრატიის უკუსვლა და მაშინ ჩდება კითხვა, ესე იგი დემოკრატიის წინსვლა რა არის? დანაშაულებრივი საქმიანობით აქ საქართველოში გარკვეული, არ ვიცი, თუნდაც პოლიტიკის კეთება, პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობა თუ რა. მე ისიც მინდა გავახსენო ყველას, რომ სწორედ ბატონი ბაჩიაშვილი გახდათ, რომელიც აქ პარლამენტის წინ რადიკალურ ჯგუფებთან ერთად დაფუსფუსებდა იმ საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმე დღეებში ჩვენი სახელმწიფოსთვის, როდესაც რადიკალები ბოლომდე ცდილობდნენ, რომ შეეყიათ ქართული სახელმწიფოებრიობა და გვახსოვს არაერთი თავდასხმა მათი მხრიდან. მოგვიანებით სწორედ ეს ბატონი ასევე რამდენადაც გვახსოვს, იყო ერთ-ერთი დონორი და სპონსორი სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ფონდებისა, რომელი ფონდების გავლითაც ხდებოდა სამართალდარღვევების დასპონსორება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კვალი საბოლოო ჯამში სადამდე მიდის იქამდე რომ კონკრეტულად ბაჩიაშვილიც ყოფილა, ესე იგი გამოდის ერთ-ერთი აგენტი და მარიონეტი, აი ამ პირების, ამ დაჯგუფების ხელში, რომელთაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დღეს აქვს ძალიან დიდი ბრაზი საქართველოს ჩვენი ერის და მოსახლეობის მიმართ, ვინაიდან გაუბედეთ და გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც პირიქით განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არავის არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც იტყვიან, ხელი აფათურონ. აი სწორედ ამ ბრაზით არის ახლა გამოწვეული ეს ყოველგვარ მართლაც პოლიტიკურ კულტურას აცდენილი და ლოგიკას აცდენილი განცხადებები, რაც მათ შორის შაჰინის, სენატორ შაჰინის შეიძლება თუ არა იქნა გაკეთებული. შეიძლება თუ არა აი ამ კონტექსტში განვიხილოთ მაგალითად ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებაც დღეს როგორც გავრცელდა ინფორმაცია მიღწეულია ევროპულ საბჭოს შეთანხმება მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ. მართალია ამ წესს არ შეეხება მხოლოდ საქართველოს და მართალია მას ჭირდება ჯერ დამტკიცება ევროპარლამენტსა და საბჭოში, მაგრამ საინტერესო ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც შეიძლება უვიზოს შეჩერების საფუძველი გახდეს მესამე ქვეყანასთან, ეს არის ევროკავშირსა და ამ მესამე ქვეყანას შორის საგარეო ურთიერთობის გაუარესება. აი როგორ ჩანს ეს გადაწყვეტილება თბილისიდან? უსაფრთხოებაზე ზრუნვით ნაკარნახევია ეს ევროკავშირის შიგნით თუ შეიძლება განიხილებოდეს როგორც გარკვეული ბერკეტი კონკრეტულ ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობაში? აქ ალბათ აი ამ კითხვის საფუძველი შეიძლება იყოს ისიც, რომ აი ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირში არის პოლონეთი, რომლის პრემიერმაც გასულ კვირას აი უვიზოს გაუქმებისთვის თანამოაზრეების შემოკრება დაანონსა და ამ კონტექსტში კონკრეტულად ახსენა საქართველო.
ძალიან სწორად დასმული კითხვა იყო წინა კითხვის შემდეგ ქალბატონ ნათია იმის გათვალისწინებით რომ რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში არის ორკესტრირებული ერთიანი ასე ვთქვათ გლობალური ჩრდილოვანი ძალების მიერ რომლებიც სხვადასხვა ფლანგიდან ახლა ახორციელებენ შეტევას იმ სახელმწიფოებზე რომლებიც არ ემორჩილებიან მათ დიქტატს და პირდაპირ მოწოდებებს თუ ნარატივს თუ მითითებებს რომელიც შეიძლება ხორციელდებოდეს და მათ შორის რა თქმა უნდა ავანგარდში არის ჩვენი ქვეყანა საქართველო და ბუნებრივია რომ დღეს ეს დაძრული თემა რომელიც ჯერ მართალია საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა თუმცა შეიძლება ქმნიდეს გარკვეულ ალბათობას იმისა რომ ბოლომდე გავიდეს პროცედურა და მართლაც მიიღონ ესე იგი უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმის გამარტივების თაობაზე საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ამავე კონტექსტის მატარებელია და კერძოდ აქ რაზეა ლაპარაკი? ლაპარაკია იმაზე, რომ თუ კი ადრე ჩვენ, როდესაც შევეხებოდით ხსენებულ საკითხს უვიზო მიმოსვლის თუნდაც შეჩერების შესახებ, იყო მკაფიოდ განსაზღვრული თვლადი კრიტერიუმები, რომელთა გაზომვაც გარკვეულწილად ობიექტურად არის შესაძლებელი. დღეს შემოვაქვთ იმგვარი ბუნდოვანი კრიტერიუმები, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიძლება იყოს დამოკიდებული ვიღაცის, ასე ვთქვათ, მიხედულებაზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე თუ სხვადასხვა აბსტრაქტულ ცნებებზე და კრიტერიუმებზე. ეს რა არის თუ არა სწორედაც იარაღად ქცევა, ინსტრუმენტად ქცევა უვიზო მიმოსვლისა იმისათვის, რათა მათ პოტენციურად, ასე ვთქვათ, ყვითელი შუქი ამ შემთხვევაში უჩვენონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ისევ და ისევ არიან საკუთარი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე და ეს პირდაპირ რომ ვთქვათ, შეიძლება იქცეს დასჯის მექანიზმად მათ შორის საქართველოსი თუ კი ასე ვთქვათ ჩვენ არ მიუყვებით მათ გარკვეულ დირექტივებს მაგრამ მეორე მხრივ ამ შანტაჟის ენით ჩვენ თუ წარსულსაც გადავავლებთ თვალს მათ არასდროს არ გასვლიათ საკუთარი ინტერესების გატანა და რა თქმა უნდა ეს ამ შემთხვევაშიც ასე იქნება ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ იქ სადაც ვდგავართ და უპირველესი ამოცანა რა თქმა უნდა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, უპირველესი ამოცანა მით უმეტეს ამ ტურბულენტურ და გართულებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის მშვიდობის შენარჩუნება და სხვა ის ძირითადი მიზნები, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოებას მოუტანს სიკეთესა და სარგებელს. ასე რომ ბრიუსელი იქნება ეს deep state-ის შესაბამისი საცეცები, მათი ანასხლეტები, რომლებიც ახლა მართლაც სხვადასხვა მხრიდან ემზადებიან კიდე მორიგი იერიშისთვის წინასწარ შეგვიძლია უთხრათ რომ მათი ეს მორიგი მცდელობაც იქნება აბსოლუტური ფიასკოსთვის განწერული. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხოს პირდაპირ ეთერში პასუხობდა ფრაქცია ქართული ოცნების წევრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილთან. მოგესალმებით ბატონ ნუკრი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ისრაელის და ირანის სამხედრო დაპირისპირება. თქვენი დაკვირვებითა და შეფასებით აი რა გამოჩნდა ამ დღეებში, რა სურათია გეოპოლიტიკურ რუკაზე, ან რამდენად ცვლის აი ამ რუკას და სურათს ახალი კონფლიქტი? ნუ ისტორიული მტრობა უკვე დიდი ხანი აქვს ირანს და ისრაელს და უბრალოდ იმის მიუხედავად რომ მართლა ისეთი ერთი საუკეთესო სპეცოპერაცია განახორციელა ისრაელმა თავარი გაცვლა იყო ის რომ ირანის ხელისუფლება არის სუსტი მართლაც სირიაში მარცხის შემდეგ ირანში დაიწყო გარკვეულწილად უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ მე მინდა შეგახსენოთ რომ ირანი არის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა გაზით მაგრამ მის ჩილო პროვინციებში არ არის გაყვანილი გაზი ანუ მთელი რიგი პრობლემები აქვს თვითონ ქვეყნის შიგნით მაგრამ თვითონ ირანის ისტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე იგივე ავიღოთ 1980 წელსაც ეგრე მდგომარეობაში იყო ირანის ხელისუფლება იყო რამდენიმე ძალები იყო რომ და არ იყო ძლიერი ეს თეოკრატიული რესპუბლიკა ამის მიუხედავად საგარეო საფრთხემ შეკრა ერი და ჩვენ ვნახეთ რომ 8 წელი ადამიანები იბრძოდნენ ისე რომ პრაქტიკულად ისეთი დახმარება სერიოზული დახმარება გარედან არ მიუღიათ. დღესაც ისრაელი მოელოდა რომ ამ ოპერაციის შემდეგ ეს უკმაყოფილო ირანელი საზოგადოება გამოვიდოდა თვითონ ნეთანიაჰუმაც მოუწოდა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა
ირანელ მოსახლეობას, რომ ეხლა დრო იყო გამოსვლისთვის და ეხლა არის ყველაზე სუსტი ის ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პროცესი. საზოგადოება არათუ არ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ შეიკრა. აი ეს, როდესაც შენ არ გესმის მტერის ფსიქოლოგია, იმის მიუხედავად, რომ შენი ოპერაციები საკმაოდ მაღალ დონის არის, შენი ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალი დონის არის, მაინც გეოპოლიტიკურ დონეზე ძალიან დიდ როლს თამაშობს და დასკვნების, სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ეხლა რა თქმა უნდა ეს დაპირისპირება უფრო მწვავე ფაზაშია, ეხლა ჩვენ ვხედავთ თვითონ შეერთებული შტატების პოზიციასაც. ნუ კრით, თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, ვიდრე შემდეგ ანუ ამ ფაზაზე და შემდგომ პერსპექტივას განვიხილავთ, აი ირანის ხელისუფლება ახსენეთ თქვენ ისრაელის მიერ აი ამ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ან რაღაც საათების განმავლობაში დაისმოდა კითხვა, რა იყო მთავარი მიზანი ამ ოპერაციის ბირთვული პოტენციალზე დარტყმა თუ ხელისუფლების ცვლილება. ანუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაფეო პასუხი არსებობს ამ კითხვებზე? ნუ პრინციპში ეს ორივე იყო, იმიტომ რომ ერთი იყო რომ ბირთვული პოტენციალი უშუალოდ აშინებს ისრაელს და ეს ბუნებრივია რომ ისრაელის ისეთი ფარი გახდება ბირთვული შეიარაღება თუ მას გაუჩნდება ესეთი ოპერაციების დაგეგმა მერე უკვე საომალოდ წარმოუდგენელი იქნება და მეორე მნიშვნელოვანია იგივე ახლა მე უბრალოდ ციტირებას მოვახდენ კისინჯერიც ამბობს რომ ირანი არის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად იმ დაპირისპირებაში ახლა შეერთებული შტატებია კონკრეტულად ჩინეთთან მიმართებაში და ის რომ თუ კი ირანს გამოთიშავს ეს მნიშვნელოვანი როლი ექნება მაშინ ჩინეთის წინააღმდეგ ძალიან დიდ უპირატესობას მოიპოვებს. ამიტომ ხელისუფლების ჩამოგდება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი და დასკვნები მართალია აი გარედან ესე ჩანდა. ყველანაირი კვლევა, ყველანაირი რაღაც პოლიტიკური პრესა იქნებოდა თუ ყველანაირი რაღაც დაკვირვება იძლეოდა იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ირანის სირიის პრაქტიკულად სირიაში დამარცხების შემდეგ მისი ხელისუფლება იყო სუსტი და გათვლები სწორედ იყო ის, რომ ეს ხელისუფლება ახლა როდესაც მისი მთავარი ესე თავები ესე ვთქვათ თავების გარეშე დარჩებოდა და გამოჩნდებოდა რომ უსაფრთხო ქვეყანა არ არის სახელმწიფო რომელიც ბირთვული იარაღს ქმნის და ამავე დროს ის დრონები რომლებიც წავიდა პირდაპირ ირანის ტერიტორიიდან იყო გაშვებული ანუ დაზვერვა პრაქტიკულად ჩავარდა ირანის დაზვერვა ეს აჩვენა ანუ ისრაელმა აჩვენა რომ ეს ხელისუფლება არ არის ისეთი ძლიერი როგორიც ის აჩვენებს თავს და ეს უნდა ყოფილიყო ნიშანი იმ საზოგადოებისთვის, იმ უკმაყოფილო საზოგადოებისთვის, მრავალ მილიონიანი საზოგადოებისთვის, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო არის უკმაყოფილო ისლამური ხელისუფლების და რეჟიმისადმი და უკვე ირანული საზოგადოება საკმაოდ გაზრდილი საზოგადოება ეს სხვა მოთხოვნები აქვს და ეს ხელისუფლება რომელიც თავის კულტურული პოლიტიკით, სოციალურ პოლიტიკასაც ვერ აგვარებს ისე როგორც უნდა მოაგვაროს და თან პლუს ამას იზოლაციაშია და მთელი რიგი დეფიციტური პროდუქტები აქვს, ხო? დეფიციტურია მთელი რიგი ის პროდუქტები, რაც მაგალითად ქართველთვის აბსოლუტურად ბუნებრივი მაღაზიაში შედის და იყიდეს აბსოლუტურად უპრობლემო. და ელემენტარული პრობლემები რო აქვს ამ საზოგადოების, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევს. ამის გარდა მთელი ეს რესურსები, ეს უნდა ითქვას, მთელი ირანის რესურსები მიდიოდა არა იმაში, რომ ეს სოციალური პრობლემები აღმოფხრილიყო, არამედ მიდიოდა იმაში, რომ შექმნილიყო რაღაცა პროქსი ძალები ირანის გარეთ ისრაელის წინააღმდეგ და ეს რა თქმა უნდა იწვევდა უკმაყოფილებას. და პასუხი არის რა თქმა უნდა ორი მიზანი ქონდა, ორი კურგუს დაჭერა უნდა. კი ბატონო, და ახლა რაც შეხება ფაზას, დიახ, რომელსაც თქვენ აპირებდით საუბარს, რა ფაზაა ახლა ამ დაპირისპირების და როგორ მოჩანს პერსპექტივა უახლოესი მომავლის, ანუ ხანგრძლივი და ფართო მასშტაბიანი კონფლიქტის ალბათობა უფრო ჩანს, უფრო მაღალია, თუ რჩება რესურსი მოლაპარაკების გზით გარკვეული ამ საკითხების გადაწყვეტის და რაც მთავარია ამერიკის როლი აი ამ ვერსიებში როგორია? ფაქტია, რომ
ტრამპის განცხადებებში და განწყობებში ჩანდა ის, რომ ირანის ხელისუფლება სუსტი არის, მასაც ესე მიაჩნდა და ხა წარმოიდგინეთ ტრამპის პოზიცია. ტრამპი იმის მიუხედავად, რომ ამხელა დაპირებებით მოვიდა და შემდეგ განაცხადა ესეთი ხმამაღალი განცხადებები ქონდა კანადასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად აი წარმატებული მისი ესეთი ნაბიჯები არც უკრაინასთან მიმართებაში არ ყოფილა, არც აი რაღაც ესეთი ხელშესახები წარმატებული кейსი არ აქვს. ირანის შემთხვევაში ხა ეს ტრამპის განწყობაც ალბათ ის იყო, რომ ალბათ ისრაელის დაზვერვას ეყნობოდა მისი განწყობებიც, ის იყო, რომ ეს რეჟიმი მალე უნდა ჩამოიშალოს და ეს პრინციპში ტრამპს მიეწერებოდა და ამერიკის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანი იქნებოდა ლიკვიდირებული. უბრალოდ ან მის ხარეს გადმოვიდოდა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ რო არა ისლამური რევოლუცია, ირანი ტრადიციულად იყო შეერთებული შტატების მოკავშირე და ირანი იყო ერთ-ერთი ისლამური სახელმწიფო, რომელმაც აღიარა შაჰის დროს ისრაელი. ანუ ეს იყო პროდასავლური სახელმწიფო თავის გეოპოლიტიკით, რომელიც იგლუს ყოფ სახელმწიფოებთან კონფლიქტში იყო სწორედ დასავლეთის გამო. თან იმასაც თუ გავთვალისწინებთ, რომ ის არის შიიტური სახელმწიფო, რომელიც არის სუნიტური სახელმწიფოების რკალში, ერთ-ერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან ურთიერთობა იყო და ეს მიცემდა საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას მიცემდა ამერიკას მიცემდა იმის საშუალებას, რომ ამერიკული გავლენები გაზრდილიყო ახლო აღმოსავლეთში და რასთავარია, ირანის აქვს ის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საერთოდ მნიშვნელოვანია იმ ახალი გზებისთვის და იმ ახალი მარშრუტებისთვის, რასაც ჩინეთი ქმნის. ანუ აქ მაინც ჩინეთზე იყო ორიენტირებული, მაგრამ აი ირანი აქვს ის პოტენციალი, რომ თუ კი ის გაუძლებს ამ დარტყმებს, ესე ვთქვათ, ის იქცეს ერთ-ერთ დასაყრდენად, ჩინეთის დასაყრდენად, ის იქცეს ერთ-ერთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თუ კი შეიცვლება ეს დასავლური ჰეგემონია, ის თავის როლს მოიპოვებს, რა თქმა უნდა. ანუ ეხლა მიდის აი ესეთი დაპირისპირება დასავლეთს, რა თქმა უნდა, რომ საკუთარი გავლენები, გასულ შემთხვევაში გულისხმობ შეერთებულ შტატებს, უნდა რომ საკუთარი გავლენები კონდეს ირანზე და აღადგინოს ირანზე და ეს ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელში შესახებები გამარჯვება იქნება. იმიტომ რომ ტრამპი ეხლა თუ წარმოვიდგინოთ, თუ აქაც ჩავარდა და თუ კი ვერ განახორციელა ვერცად საკუთარი ესე იგი რაღაც პოლიტიკა, რაც მას უნდა თან საკმაოდ ხმამაღალი პოლიტიკა ქონდა, ხო? განცხადებები ქონდა, ხო? ის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი წარუმატებელი ლიდერი, რომელმაც არათუ ვერ მოაგგვარას ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთელი რიგი გამოწვევები, არამედ შიგნით დაიწყო, ამერიკის შიგნით დაიწყო, ესე იგი კრიზისი. ამიტომ ტრამპისთვის ამას აქვს საკმაოდ ესე მნიშვნელოვანი როლი, რომ რაღაცნაირად ისრაელმა საკუთარი რაღაც პოზიციები გაიმყაროს. ამიტომ მთელი ყურადღება ეხლა შეერთებულ შტატების და სოფლიოსი მას შორის უკრაინიდანაც გადართულია ირანის წინააღმდეგ და ირანზე არის ეხლა ძირითადად აქცენტირება და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ აი ეს სარაკეტო დაპირისპირება და რომელსაც მოყვება აუცილებლად საავიაციო კომპონენტიც, ხო? ეს ახლო მომავლის საკითხია, იმიტომ რომ ეხლა რომ უცბად ესე შეწყდეს, ამის პოტენციალი ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არსებობს. მადლობა. დიდი მადლობა, ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი გახდა დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღესამით დასრულებულია. მიმდინარე სიახლეებს გაეცანით იმედი ნიუსჯის და მე გემშვიდობებით პარასკევამდე ნახვამდის.